მოგესალმებით მეგობრებო. დღეს გვაქვს განხილვა თემის გამოწერილი ნივთების, რომელიც საკმაოდ დაბეჭდავდა მე და ჩვენს მას ერთად. ზოგი არის სანადირო, ზოგი არის სათევდო, ზოგი არის საკემპინგო ნივთები. აქედან გამომდინარე, გადავწყვეტეთ ისევ და ისევ ეს ვიდეო ჩაგვეწერა, რომ თქვენთვის ისევ გვეჩვენებინა, ოღონდ გაჩვენებთ ამ ეტაპზე საინტერესო ნივთებს, არის რაღაცები, რაც დიდად არ მომეწონა ხარისხით, შესაბამისად ეგ ნივთები ამ კადრებში არც მოხდება. მოდი დავიწყოთ ხა ნივთების განხილვა, ზედმეტად საუბრით თავს აღარ შეგაწყეთ. ერთს გეტყვით ხო, დღეს ვიყავით სათევზაოდ გასულები და სამწუხაროდ იმ ხელა მოდის ალბათანი, რომ არაფერი არ გამოგვივიდა რა, უბრალოდ დავიჭვით მზეზე სიარულით, დავიღალეთ, თუმცა მაინც გავარცეთ რა. გავაგრძელოთ ხა ჩვენი ძირითადი ვიდეო. მოკლედ პირველი ნივთი, რომელიც ჩამოგვივიდა, იყოს მოდი ჩანთა. ეს არის სათევზაო ჩანთა, ასევე გამოგაგებათ საკემპინგედაც. ერთი წელი უკვე გაჩვენეთ მე ესეთი ჩანთა, რომელიც უკვე გამოწერილი მქონდა. მოყვება ორი ელემენტი წელისთვის და გადასაკიდებლად. საკმაოდ ხარისხიანია, სქელია. საკმაოდ ისეთი ბევრი ჯიბეები აქვს, ჩამოსაკიდებები აქვს აქეთ-იქით და ყველა მხრიდან, იმისთვის რომ ბევრი რაღაცები ჩაქიოთ და დაკიდოთ რა. ძალიან მაგარი ჩანთაა, შესაბამისად მეორეც გამოწერე და თუ გამოწერთ ამ ჩანთას, დამიჯერეთ არ ინანდებთ, იმდენად მაგარი ხარისხი ჩამოდის, რომ ღირს რა. ის ფასი რაც გადავინახავთ. სულ ყველაფერს ამოვანითებ მაღლა ანაკეთ და გამოჩნდება ყველაფრის ფასები და ნივთის დასახელება, რომ თქვენც მე თუ დაგაინტერესებთ, შეძლოთ შეძენა რა. გადავიდეთ შემდეგ ნივთზე. ეს არის ორი ესეთი პატარა ნივთი. ანუ ესეთია ერთი, ეს არის ვაზნების ჩასავაგებელი, რომელიც აი აქ კამარზე გასაყრელი აქვს. არის ესეთი ეგრეთ წოდებული პონოპკით, ქართულად სიმართლეულად არ ვიცი რა ქვია მას. ფრიცით არის და აი ესე აქ აქვს 10 ცალი ვაზნის ჩასადები. ეს არის 1 ცალი ესეთი ვარიანტი. მე გამოვწერე 1 ცალი ეგეთი და გამოვწერე კიდევ აი ეს ზემოდან რომ აქვს დამაგრებული. ეს იდეაში არის წებოვანი, ანუ მაგრდება ეს იარაღის კონტაქტზე, აი ესეთ ფრიცით. ესეთ ვარიანტი. ეს ფრიცი ეკრობა და შემდეგ ეს უკვე ეწებება ამ ფრიცს. მაგრამ არ მინდოდა ახლა კონტაქტზე დამაგრება მიამის და გადავწყვიტე რომ ეს გამეზარდა რაოდენობა ვაზნების და 10 პლუს გამომივიდა 5 წელიან 15 ვაზნა შემიძლია აი ამაში ჩავდო. ესეთი ძალიან კარგია საღამოს გადაფრენაზე, ტყის კატამზე, როდესაც ანუ ესე კამარზე ესეთ ვარიანტში დაიმაგრებთ, ანუ სატარებლად ძალიან კაია, სადე უკვე იხსნა მქონდა საღამოს გადაფრენაზე და ძალიან მაგარია რა. ეს კიდევ პატარა თუ დაუშვათ არ გჭირდებათ იმდენი ვაზნები 15 წელი თუ არ გინდა 10 წელს ესეთი შეგიძლიათ ესეთი შეიძინოთ. ანუ კარგებია ძალიან, ხარისხიანებია და მომეწონა სხვათა შორის. შემდეგი გავაგრძელოთ ისევ იარაღზე. ეს არის იარაღის საწმენდები. ესეთი საწმენდებია, ეს არის სკელი, ანუ მასალა არის ჯაგრისია მოკლედ ჩვეულებრივი. ეს უკვე ლითონის აქვს ესეთი პატარა ამოსაღები პლასმასის და კიდევ აქვს პლასმასის ამოსაღები და კიდევ ლითონის ერთცალიანი. ესეც სხვათა შორის საკმაოდ გამომადგა იარაღის დაწმენდის დროს. მომეწონა, იმიტომ რომ კარგად გამოვიყენე. აი ზირთად ესენი გამოვიყენე, როდესაც გამოვიღე თვითონ მექანიზმისთვის გამოდგა იდეალურად რა. მოკლედ კარგი რაღაცები ესენი შეგიძლიათ ამათ გამოწეროთ. შემდეგი რაც ასევე გამოწერე არის პარაკორდის თოკი. ანუ ეხლა შეიძლება აქაც იყიდოთ პარაკორდის თოკი, თუმცა ეხლა მე სადაც ვიდლობ ხოლმე თელავში, ორი გლარი არის 1 მეტრა და მე გამოვიწერე 30 მეტრა 11 გლარად, იგივე ხარისხია ზუსტად. ძალიან ხშირად ვიყენებ ამას ფეხსაცმლის მათ, იმიტომ რომ აი ეს თისმები არ არის ხოლმე ხარისხიანი და ამას ვიყენებ რა და ძალიან მაგარია და ესეც შეგიძლიათ ამოთ გამოწეროთ. ანუ კაი ძალიან იაფად გამომივიდა რა. შემდეგი არის ასევე რაც ჩამომივიდა და ძალიან მომეწონა, ეს არის თავის ფანარი, კიდევ ერთი ცალი, საკმაოდ ხარისხიანი და ძლიერი, რაც მთავარია ხა ამას რა. ზუმი აქვს აი ეს თითქოს, აი ესე ზუმობს და ადიდებს შუქს. უკან აქვს 3 ცალი ბატარეა, გაჩვენებთ ახლა საიდან იხსნება ვნახო. აი ეს 3 ბატარეა 18650, ეს მოდელები იგივე, გვერდენ აქვს სატენი და აქვს რა თქმა უნდა რომ ამან სხვა დატენოს, ანუ power bank-ის ფუნქციაც აქვს რა.
ესეთი პატარა ინდიკატორი აქვს, სადაც აჩვენებს რამდენზეა დატენილი, ესეც იმცნობს, ანუ უკანა მხრიდან ვინმე მანქანა რო არ დაგვეჯახოს და ასე გაჩვენებთ. იმედია კარგად ჩანს. რა საკმაოდ ძლიერი ნათება აქვს და ძალიან მომეწონა. 40 ლარი გადავიხადი ამ ფაინანსში. აი ესე გამოიყურება თავზე დამაგრებული, ანუ კაია რა ძალიან. დიდი ხანი ვეძებდი ისეც რომ კაი ზუმი ქონოდა და რა ვიცი მომეწონა. იდეალურად გააკეთებს თავის საქმეს რა. შემდეგი რაც გამოვიწერე არის ესა თვალი რომელსაც დამცინეს. ეს რა არისო, თუმცა ეს არის ზაფხულში სანადირად როცა ხართ, ან თუნდაც ათევზაოთ, მაგ დროს გასაკეთებელია ზმზის სხივები და რაღაცები არ მოხდეთ თვალში რა, ანუ არ გავიკეთებ ხა თვალი დამცინებენ მოჩვენ. მოკლედ ესა თვალი ჩავმოვიდა უფასოა. გადავიდეთ შემდეგ ნიცე. ეს არის ბათინკები. დათბილული ჩამოვიდა. ანუ სიმართლე გითხრათ, არ მიმიქცევია ყურადღება დათბილული იყო თუ არ იყო და სამწუხაროდ აღმოჩნდა დათბილული. ეხლა ამ სიცხეში მე დათბილულს ჩამწვენის არ ვარ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში რო ჩავიცვი, ფეხი რო ჩავყავი, ძალიან კარგებია, რბილებია და აი ქვაზე რო დადგავთ, ქვას ვერ გზნობთ რა, ფეხი ანუ ძალიან კარგად შთანთავს. ეხლა რამდენად ხარისხიანი და რამდენი ხანი გაძლებს სიმართლე გითხრათ არ ვიცი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში 30 ლარად აი ესეთ ბათინკს მე მგონი ვერ იყიდით აქ და ამაში გადავიხადე 30 ლარი, ალბათ ეს ყველაფერი ნაყიდი მაქვს ფასაკლებს რა, თორე ისე შეიძლება ეს 50-60 ლარი ყიდეს. ხა თემუზე იმ წუთში შეხვიდეთ და ცალკე პირდაპირ შეიძინეთ. 30 ლარში შევიძინეთ ბათინკები. წყალი დავასკისებიდან და არ ჩავიდა. გამიკვირდა სხვათა შორის. ძირიც ესეთი საკმაოდ ცივია, ტრიკადი ცივია, ანუ არ გაწყდება ათულად რა. ესეთი კაი ბათინკები. ალბათ ან დამიწერეთ კომენტარები, რამდენად მოგწონთ მეგობრებო ეს ნივთები, ან რომელიმე შეიძენდით თუ არა. და ან თუ არ შეიძენდით, რატო არ შეიძენდით? ანუ მაინტერესებს ხოლმე თქვენი აზრიც რა და გთხოვთ რომ დავაფიქსიროთ. ოღონდ რეალური მიზეზები რომ დამიწეროთ და არა ის რაღაც გამოგონილი რა. გადავიდეთ შემდეგზე. ეს არის ისევ მარტივი გამოსაყენებელი, ეს არის ძაღლის ალიკაპი. 4 ლარად გამოვწერე, ანუ აქ არ ვიცი რა არის. იქ შემთხვევა და მჭირდება ხოლმე რა შეჯვარების დროს ცოტა ჩემი ძაღლი აგრესიულია, შესაბამისად ალიკაპი ჭირდება რა, თორე მამა ძაღლებს მიშინებს და მაგისთვის გამოვწერე. გვაქვს კიდე გამოწერილი. ეს არის საწვიმარი, პონჩო, სანადიროდ ათევზაო, ესეც თავის ჩასადებში. ახლა გავხსნი და გაჩვენებთ ხარისხს, რაც შეეხება საკმაოდ კარგი ხარისხია. 35 ლარი ჭირდა პირდაპირ რომ გამოწეროთ, მაგრამ მე გადავიხადე ამაში 15 ლარი, ანუ ესეც რა თქმა უნდა ფასაკლები. ეხლა უცბად გადავიხსნე და გაჩვენებთ როგორია. აი ესე გამოიყურება ჩვენი პონჩო. ანუ სქელია საკმაოდ, აქედან ესეთი შესაკრავი აქვს და გასახსნელი. ესეთია რა. კარგია, სანადიროდ ათევზაოდ გამოიყენებს. მოკლედ, არ ვადოდი ფოტოშოპს რომ ეგეთი ხარისხიანი ჩამოვიდა და ესეც მეგონა რომ იქნებოდა საკმაოდ ხელი და იქნებოდა უხარისხო, მაგრამ ჩემდა გასაკვირად ესეც საკმაოდ კარგი ხარისხით ჩამოვიდა, რასაც ნამდვილად ჩემისგან არ ველოდი. გადავიდეთ კიდევ ერთ ნივთზე. ეს არის ალბათ ნახეთ უკვე ჩემი განხილვა რაც ერთთან დაკავშირებული, რომელიც ეხებოდა ბაუფანგის მოდელებს. ეს არის 888 და C7, რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე, ასე ვთქვათ, გაყიდვადი და ყველაზე გამომდგარი მოდელები და გამოვწერე ამეების კურსასმენები. აი ესეთი კურსასმენი აქვს. ანუ ეს ორი ცალი უერთდება უშუალოდ რაციაზე და ეს მაგრდება აი აქეთ, სადღაც დაიმაგრებ და აქედან შეგვიძლია ვილაპარაკოთ აი ამ პილაკით. ამ პილაკის მეშვეობით. მცადე და საკმაოდ კარგად ისმის ამეებში ხმა, მაშინ გადავიხადე 5 ლარი. არ მოყვას სამწუხაროდ ჩემს დროს და
2 წელი შევიძინე რა. ანუ 2 წელში მიმეცი 5 ლარი. საკმაოდ კაი ხარისხია და რა მუშაობს რა ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში და რამდენი ხანი გაძლევთ ამასაც არ ვიცი. გადავიდეთ შემდეგზე. არემ რაციაზე ვარ და გაჩვენებთ ერთ მოდელს, რომელიც ჩამომივიდა სულ ახლა, ოღონდ ეს რა თქმა უნდა თემუსი არ არის რა. ეს გამოვწერე უკვე AliExpress-დან თუ არ ვცდები, ან Taobao-დან რომელიდან გამოვიწერე, Taobao-დან გამოვიწერე. ეს არის Baofeng-ის კიდევ ერთი მაგარი მოდელი. ძალიან კაცში შემოგვეჭრნენ, შესაბამისად მოგვიწია დაბაუზება და გაგრძელება ახლა. ვიძახდი იმას, რომ გამოვიწერე Taobao-დან Baofeng-ის UV5 მოდელი, რაცია, რომელიც არის 8 ვატიანი, ანუ რაციებს აქვს ვატები რა. არის 5 ვატიანები, არის 8 ვატიანები და არის 10 ვატიანები. რაც უფრო მეტი ვატი აქვს, უფრო მეტი აქვს დაჭერის დიაპაზონი. ანუ Baofeng-ის ის მოდელები, რომელიც მე გადაღებული მაქვს უკვე, ისინი არის 5 ვატიანები და მუშაობს სადღაც 10 კილომეტრს საშუალო მანძილი, რაც აქვს, რომ ერთმანეთს დაუკავშირნე. ანუ ცარიელს გულისხმობ რა თქმა უნდა. ამის შესაძლებლობა არის 20 კილომეტრი, ანუ ორჯერ გაზრდილია, არის 8 ვატიანი და ამაზე ძლიერი არის უკვე 10 ვატიანი, ანუ 10 ვატიანი იდეაში საერთოდ რა ვიცი, მე ყოველ შემთხვევაში ესეც ჩემთვის ბევრია, თუმცა ბარემ ვფიქრობდი და 8 ვატიანი ავიღე. ეხლა გაჩვენეთ. უკვე როგორია, რანაირია და შიგნით რეები ალაგია. მოკლედ რო გავხსნით ხუთს, პირველი რაც ხდება არის ჩინური ციგნი, რომელშიც საერთოდ ვერაფერს ვერ გავიგეთ რა წერია. რაცია თვითონ გამოიყურება აი ესა. საკმაოდ პატარა, კომპაქტური ეკრანით. მე აგიხსნით რა მაგარი რაცია, კიდევ მოგიყვებით, ჯერ ვნახოთ რეები ალაგია. მოყვება ერთი პატარა ანტენა, ესეთი ანტენა. კიდევ მოყვება დამატებით 2 ანტენა, აი ესეთი ზომები. შემდეგ მოყვება თავისი ჩასადევი რეზინის кейსი, რო არ დაგვიზიანდეს. მოყვება სატენი. ატვერკა, ეს სატვერკა იმისთვის, რომ უკანა მხარე, აი ეს მე ხა დამაგრებული მაქვს, თამარის დასაკიდი, აი ეს დაუჭიროთ და დავუშვათ. ჩავალავ ეს მეთან. მოყვა ყურსასმენები, ხარისხით იმაზე რა თქმა უნდა უკეთესი ხარისხი და მოყვა რა თქმა უნდა დამტვერვა. ეხლა რაც შეიძლება თვითონ უშუალოდ ჩვენ რაციას. ამ რაციას, როდესაც ირჩევთ, როდესაც ყიდულობთ, პირველ რიგში გეტყვით, რომ არის კომპლექტაციები, ანუ გინდათ 5 ვატიანი როგორც ვთქვი, გინდათ 8 ვატიანი და გინდათ 10 ვატიანი, ფასები ამის დამიხედვით იცვლება. ასევე არის ხვაობები ელემენტში, ეს მე ვიყიდე ბარემ ყიდულობდი და ბარემ ვიყიდე 2800 ვატიანი, არის 1500-იანები და არის 2 ელემენტით, ანუ ერთი ელემენტი და 2800 ჩემთვის სრულიად საკმარისია. ეხლა რა უპირატესობა აქვს ამ რაციას იმ რაციებთან შედარებით, რომლებიც მე უკვე მქონდა. ის ორი რაცია ერთმანეთს არ უკავშირდებოდა და არ შეეძლო ერთმანეთთან დაკავშირება, იმიტომ რომ სიხშირეები არ ემთხვეოდა ერთმანეთს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ერთი და იგივე ბრენდი იყო. მაგრამ ჩვენ გვაქვს ამ რაციაზე იმის საშუალება, რომ დაუკავშირდეთ ორ სხვადასხვა რაციას ერთდროულად. აი გაჩვენებთ ახლა. მოკლედ აი ეს ეკრანი აქვს. ზევით ამ მხარეს, ანუ ხო ორი, ანუ ნახეთ. ანუ ორი ზედა მხარე გვაქვს და ქვედა მხარე, სადაც წერია ციფრები. ანუ თუ გვინდა მაგალითად დაუკავშირეთ ზედა რაციას, ვირჩევთ აი AB რო ამაწერია, ანუ რომელზეც არის ასული, ვუკავშირდებით იმას, თუ მაგალითად გვინდა ქვედა რაციას დავუკავშირდეთ, ჩამოყავს ქვები. აი ნახეთ, აი აქ პატარა ის არის, ანუ რომელზეც არის იმ რაციას უკავშირდებთ, ანუ ასე შემიძლია გადავხდე რა. ანუ ერთდროულად უკავშირდება ორ რაციას, ოღონდ რა თქმა უნდა, იმ ორ რაციას ერთმანეთთან არ ესმით, ორივეს ერთი და იგივე ხმა არ ესმის, რომელსაც დაუკავშირდებით, მარტო იმას ესმის ჩვენი ხმა. ასევე გვიკავშირდება ორი რაცია, ორივე რაცია შეუძლია ერთდროულად დაგვიკავშირდეს და აქ გვიხატავს, რომელი რაცია გვიკავშირდება. ეხლა რაც შეეხება ამ რაციების დაკავშირების პრინციპს, ანუ მაგრად ვიწვალე, მოკლედ ის რაციები რომ ამ რაციისთვის დამეკავშირებინათ, თუმცა მაინც დავაკავშირე და შეგიძლიათ ინტერნეტში, YouTube-ში ჩაწეროთ როგორ დავაკავშიროთ და მოძებნეთ და იქ ნახავთ რა, ანუ ერთს გეტყვით, ანუ ეს ვიდეო რო ძალიან არ გაგიგრძელდეს და ეხლა არ გამომივიდეს ამ რაციის ახსნა,
და არ გავცდეთ იმ ვიდეოს, რასაც ვიღებთ რეალურად, ერთს გეტყვით, რომ როდესაც გინდათ ამ რაციას, სხვა რაციას დააკავშიროთ ეკრანთან, უბრალოდ ჩაწერთ სიხშირეს და ვсё, დაკავშირებულია, მაგრამ როდესაც არ აქვს ეკრანი, ამ შემთხვევაში უნდა ნახოთ ინტერნეტში რა სიხშირეზე მუშაობს. როდესაც ნახავთ, აი პირობითად ავიღოთ C1 რა, Baofeng C1 მოდელი. ეს მოდელი მუშაობს 430-125 სიხშირეზე. ამ სიხშირეს ხელით რო გავუწერთ, შემდეგ უნდა გავუწეროთ აუცილებლად კიდე ქვესიხშირე. ანუ სიხშირე აქვს რაციას და კიდევ აქვს ქვესიხშირები. ანუ ქვესიხშირები თუ არ ნახეთ რა აქვს, ან თუ არ მოვაძებნინეთ, მაგ შემთხვევაში ვერაფერს ვერ იცავს რა. ანუ შეიძლება ხმა გავიგოთ იმისი, ჩვენ ვერ დავალაპარაკოთ, ან უბრალოდ დაუკავშირდეს ეს ორი რაცია, მაგრამ ვერ ჩვენი ხმა გაიგონ და ვერც იმათი ხმა გავიგოთ. ამიტომ ახლა საკმაოდ ვრცელი ინფორმაცია ამ რაციაზე და ამაზე მოყოლას მოკლედ არ დავიწყებ. ძალიან მაგრად მომეწონა და ძალიან კმაყოფილი ვარ რა. ორივე ჩემი რაცია დავაკავშირე და იდეალურად მუშაობს ორივე რაციაზე რა. მოკლედ გამოწერეთ ეს რაცია, არ ჯდება ძვირი, ფასი სიმართლე გითხრათ არ მახსოვს, მე მგონი 100 ლარამდე დამჯდა. თუ არ ვცდები ეს 1 ცალი, ანუ 1 ცალი ჯდება 100 ლარამდე რა. გადავიდეთ შემდეგზე. ეს არის უკვე სათევზაო აქსესუარები, რამდენიმე ცალი გვაქვს გამოწერილი. ეს არის ესეთი პატარა ეს არის რა ქვია სახელი. კუნეტარას მაგარი, რომელიც გამოდგება ნემსკავებისთვის, ან ნემსკავებში იყენებენ, ჩამკეტით არის და ღირს 4 ლარი, ესეთი ეს გამოვწერე. აქ მგონი მე არაფერს არ მიდევს და გამოვიწერე კიდევ ერთი ჩამკეტები და შემთხვევით გამოვწერე აი ესეთი დიდი გადასაბმელები. და ბოლოს თუ შემოვიტოვე საკმაოდ საინტერესო ნივთები, ეს არის ჩემი ძმის 2 წელი სპინინგის ჯოხი და თავისი ყანყალები. ახლა შემოგვერდება ლაშა და დაგვეხმარება ამ ნივთების ასე ვთქვათ განხილვაში. აბა ლაშა. პირველი რომელი ჯოხი განხილვას? ვისალმებით პირველ რიგში. ადრე მქონდა სპინინგის ჯოხი, Selectis Blackfire-ი, რომელიც ტესტი იყო სადაც 1-დან 6-მდე, ნუ გავყიდე, ძალიან მინდოდა ისე ვყიდვა, ვერ ვდებდი გულს და ბოლოს შევამიყიდა მაინც. პირველ რიგში ვინც დამწყებები ხართ, ასე ვთქვათ, უნდა იცოდეთ რისთვის გჭირდება სპინინგის ჯოხი. ანუ არის ტბებზე სათევზაოდ, რომ დიდი თევზი დაიჭიროთ, არის მდინარისთვის, დასავლოთ გუჯანისთვის, ასე ვთქვათ, დანავაზნისთვის, რომელიც გამოიყენება შამაისთვის, კალმახი, ანუ უნდა იცოდეთ ზუსტად რისთვის გჭირდება სპინინგი. ეს პირველი სპინინგი, რომელიც მე გამოვიწერე და ყველაზე მეტად მომწონს, ესეთი ვარიანტი არის. დაახლოებით იდენტური არის, რაც მქონდა პირველი სპინინგი, ეს იყო Selectis Blackfire. ტესტი, ან მაინც რომ იცოდეთ, ტესტი ნიშნავს რამხელა გრამაჟობის საკვარის დამუშავება შეუძლია თვითონ. ანუ ამას გულისხმობ, ხო? აი ეს ყანყალები. აი ნახეთ როგორი ყანყალები აქვს. ეხლა სიტყვაზე რომ ავიღოთ, ეს ყანყალა ერთი არის 2.5 გრამიანი. ამ სპინინგზე ჩვენ გვიწერია, რომ ამ სპინინგს შეუძლია დამუშავოს 0.5 და 8 გრამამდე ნებისმიერი საწყარი. ეს იქნება ყანყალა, ეს იქნება ვობლერი, თუ ეს იქნება სილიკონი, ნებისმიერი საწყარის დამუშავება შეუძლია ამ სპინინგს. მეორე დამახასიათებელი თვისება, რაც აქვს სპინინგს, ეს არის რამდენად მზნობიარე არის თვითონ ანკესი, ანუ თვითონ სპინინგი. ეს ანკესი არის ultralight, ანუ ნიშნავს, რომ ნებისმიერი პატარა ზომის თევზის რომ მოედოს, ხელში იგრძნობთ ძალიან მაგრას. და მესამე ვარიანტი, რაც უნდა იცოდეთ კიდე სპინინგის შერჩევისას და მე რა უნდა გაითვალისწინოთ, ეს არის კოჭა. კოჭას თავისთავად ყველაფერი, ზოგადად ყველაფერი უნდა იყოს შესაბამისობაში. ამ კოჭისთვის მე კერძოდ მჭირდება სადღაც 2000-იანი, იმისთვის რომ კარგად დაამუშავოს წნულიც, ნუ სატყუარაც და ასე შემდეგ რა. ეს არის ჩემი ფავორიტი, რაც გამოვიწერე ამ ორიდან, იმიტომ რომ ეს ძალიან მომეწონა. შამაიესთვის, შამაიეზე იდეალურად იმუშავებს დარწმუნებული ვარ, რომ ამისთვის მჭირდება კოჭა, წნული და კიდე რაღაც პატარა წვიმანები, მაგრამ საბოლოო ჯამში ეს არის უფრო მდინარისთვის რა, მაგის თქმა მინდა. სიგზე დამოვიწო, სიგზე არის მერე და 80. იმდენად მომეწონა ეს, რომ გადავწყვიტე რომ მე მომავლისთვის
ჯერ ვსდი, ყოველ შემთხვევაში იქნება არ მომწონს საერთოდ სპინინგით ეზოება და მე შეიძლება უკვე ვიფიქრო ესეთი სპინინგის ჯოხის შეძენაზე. იმდენად სუბუქია რა, რა ვიცი ხომ, ეს ისე უყურებ სპინინგს, რომ მგონია რომ უნდა გამიტყდეს ცოტა დიდებზე, მაგრამ ნახოთ, ანუ სპინინგი ყველა იგეთია, ყველა თხელია, ყველა ძლიერია და არ მithევზავი არასდროს სპინინგით და ნახოთ რა, როდესაც გავალაშა აუცილებლად თავისი პლუსები აქვს ამას. მაგრამ ნუ ერთი ის არის, რომ სპინინგის მინუსად შეიძლება ის თქვათ, რომ საკმაოდ ძვირადღირებული სპორტი არის, იმიტომ რომ ნუ ეხლა სატყუარებზე უცბად გეტყვით და მე ნუ გადავიდეთ მეორე ჯოქსაც. ჩათვალეთ, რომ თუ გაწყვიტეთ, კარგავთ სიტყვაზე ავიღოთ თქვენ ფავორიტ ფერ ყანყალას ან ვობლერს, რომელშიც შეიძლება იყოს გადახდილი 10 ლარი, შეიძლება 5. მე კერძოდ ეხლა ეს ყველა რაც აქ არის ეს ყანყალები, ეს არც ერთი არის ბრენდული ყანყალები. არის ბრენდული ყანყალები, რომელიც შეიძლება საქართველოში არის SVS ყანყალები, არის Selectis ყანყალები, რომელიც არის სადაც 8-10 ლარი, მაგრამ სადაც ერთ გასულაზე, როდესაც მქონდა, სადღაც 30 ლარი, 40 ლარს, სადღაც დინარში ტოვებთ იქ, სადაც ფსკერზე. მაგის თქმა მინდა, რომ სპინინგით ეზოება ცოტა ძვირადღირებული არის. ამიტომ მეგობრებო, ეზოებ რანკესით, რომელშიც ვიხდით 20 ლარს ან 30 ლარს, მე ვფიქრობ 15 ლარი რანკეს, რომელიც პირველივე გადაგდებაზე გურჯაანში შამაიაზე მეშლება, მე ვიღებ ჩემი ძმის რანკეს და ვაგრძელებ ამით ეზობას. ანუ ყველაზე მარტივი გამოსავალი თუ გინდათ არის აი ეს რა, ვინმესთან წადით, ვისაც კაი რანკესები აქვს. კიდევ რაც არის თავი, ნუ აქ საკმაოდ ბევრი არჩევანი არის, თქვენ სადაც 40-მდე არის და ეს ფერები შეიძლება სიტყვაზე 30 ფერი გამოიყენოთ, არც ერთი არ გადაჯდეს და შეიძლება ისე ერთი კონკრეტული ფერი გამოიყენოთ და ზუსტად იმ ერთ ფერზე აიღოს ასეთ თევზმა და იმ ერთ ფერზე კარგად იმუშავოს. ამიტომ ხშირად უნდა ცვალოთ, ვინც დამწყებები ხართ თავისთავად, თორემ ვინც ჩათვალოთ ხართ ამ საქმეში, უკვე იცით რომ ხშირად უნდა გამოცვალოთ ყანყალები, შეცვალოთ ფერი და შეიძლება რაღაც იმ ერთ გარკვეულ კონკრეტულ ფერზე გაცილებით კარგად იმუშავოს. ეხლა რაც შეეხება მეორე ჯოქს, სიმართლე გითხრათ, მეტად არ გადავიდე, ვერც მოგატყუებთ, იმიტომ რომ არ არის საჩემო ჯოქი, მაგრამ მაინც უკან გაბრუნებისთვის შემეცოდა. ეს არის დაახლოებით იდენტური. არა, მეც ეს მომწონა, ალბათ ამ მაგალითად რა. ბრენდი იდენტური, რაც ეს თითქმის იდენტური ბრენდი არის, ეს ხა ბრენდი რო თქვა რომ ის რა ვიცი, არც პირველად წავიკითხე მეც ამის ბრენდი, ფასიც შესაბამისი. ხო, ფასი დამოვიწყოთ, სადაც დღეს ვნახე ამის ღირებულ 170 ლარის ტემოზე, გადავიხადე რაღაც ფასტაკლებით 30 ლარამდე, სადაც პლუს მინუს. რაღაც არამხრივი ფასტაკლება გააკეთა ჩემაცო და არ ვიცი რა გააკეთა. ეს სადღაც ღირს 120 ლარამდე ეს Conquest-ის ჯოქი და ამაში გადავიხადე, მე მგონი 30 ლარამდე ესეც რა. განსხვავება რაც არის, ეს მინდოდა რომ გამომეწერა როგორც ეს ჯოხი, ანუ ეს წინა, იგივე ზუსტად ultra light, იგივე წესით ყველაფერი, უბრალოდ სიგრძეში რო ყოფილიყო დიდი, მაგრამ შემთხვევით გამოვიწერე, ანუ ეს არის სიგრძეში დიდი არა 2 მეტრა 10-ია, მაგრამ ხელშიც რო ვნახულობ, ტესტი აქვს საკმაოდ მაღალი. ამას აქვს დაახლოებით 5-დან 16-მდე, 5-დან 14-მდე ტესტი. ანუ ეს არის უფრო ისეთი თევზებისთვის, აი მაგალითად ქარიკლაპი ავიღოთ, ქორჭილა, ამ ტბებისთვის და ზღვებისთვის არის უფრო ეს რა, რომელიც სადაც ახლა მე სამწუხაროდ არ დავდივარ, მაგრამ ალბათ მომიწევს. წავალ აუცილებლად. წავალ და გამოვიყენ. ნუ, მაგრამ ამ ჯოხისთვის უკვე დაგჭირდება არა ეს ყანყალები, იმიტომ რომ როგორც გითხრათ ეს არის 2 და 5 გრამი და ზოგი არის 3 გრამიანები, სამწუხაროდ ამ ყანყალებს ეს ჯოხი კარგად ვერ დამუშავებს. ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ვერ გადააკეთეთ, გადააკეთეთ, მაგრამ კარგად ვერ დამუშავებს. ამის უკვე გვჭირდება ვობლერები. ვობლერი არის ასე ვთქვათ თევზის სატყუარები. შეიძლება ეს იყოს სილიკონის სატყუარები, რომელსაც თან დამატებით აქვს თავისი ტყვიები, რომ ცოტა გრამაჟობა მოემატოს. ნუ რა ვიცი, ასეთი ვარიანტი არის ეს. წეღანას ვთქვი და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ თუ დამწყები ხართ და გინდათ სპინინგის ყიდვა იაფად, ყველას ურჩევ აი ამას, მით უმეტეს შამაიაზე, რომელიც არის ერთ-ერთი ჩემთვის ყველაზე გასაკეთებელი. აი ვიპოვე ვობლერი, აი ესეთია რა, თევზის ფორმის სატყუარი რა. ხო, ეს არის იდეალური ვარიანტი მდინარისთვის, ძალიან მაგრად გაერთობით, სცადეთ, იმიტომ რომ თუ ფასტაკლებს დაუდებით იაფში იყიდით და აი თუ დაუდეთ გული
საერთოდ გადააგებთ ანკეს, მეორე ანკეს, ანუ ჩაძირულ და ტივით შეშვებით ეს იქნება თუ რა სამბობ. მე ტივით თევზაობას ცხოვრებაში მეგობრებად დავსვამ. ჩემი პირველი თევზის დაჭერაც მახსოვს და მახსოვს ჩემი პირველი ამით როცა დავიჭრე სპინინგით და დაახლოებით დაჭერა აღარ მახსოვს 100-ზე ავიღოთ 150 გრამიანი, 200 გრამიანი შამანი. საკმაოდ დიდი ზომა იყო ისიც, მაგრამ ხელში გამოყვანისას იხელა რა თქმა უნდა რა ქვას გამოდოდა რომ რაღაც მიაქვს აი სასწაული გზნობა რა ცდი მეგობრებო და გეტყვით რა რამდენად მაგარია ეს გზნობა და შამაიაზე წერს მე და ჩემს რომ ერთადერთი რასაც რაც არის ის რომ კოჭა აუთ არის ანუ სპინინგის კოჭა თავისთავად თორე ისეთი ჩოლებული კოჭა შეიძლება სპინინგისთვის კოჭა მაინც ახლა მე რასაც ვათვალე ტემოზე დიდად არჩევანი არ მომეწონა იმიტომ რომ სჯობია რომ მაინც საქართველოში შეიძინოთ და ცოტა ძვირი გადაიხადოთ კოჭაში რა და კაი იყიდოთ ვიდრე ეს ტვაზე დაზოგოთ თანხა და ტემოზე იყიდოთ ეგ უკვე საქართველოში ჯობია რა სადაც ასლარამდე ჩდება კარგი ნორმალური კოჭა თავისი წუნულით და ნუ იქ ფლორკალბონი სჭირდება მაგრამ ნუ ეგეც იაფებიც რა всё დღეისთვის ეს იყო მეგობრებო რაც ჩვენ გვინდოდა გვეჩვენებინა თქვენთვის რაღაცები ცოტაოდენი აგიხსენით შენ გვაპირებთ უკვე სპინინგზე კარგად გადავიღოთ ვიდეო და კარგად დაგიხსნათ როგორ გამოვიყენოთ სპინინგი ანუ თუ ვინც დამწყები ხართ ანუ მე რომელმაც არ ვიცი ცხოვრებაში სპინინგი არ გადამიგდია ლაშა მასწავლის როგორ უნდა გამოვიყენო რა ამასაც თავისი გადაგების პრინციპი ის არის პაპლაუზე მაგრამ რა ხდება ნადირობაზე შეგიძლიათ გკითხოთ სამომად ანუ გაგცემთ კითხვებზე პასუხს აი თევზაობას რაც შეეხება ტივ-ტივის იქით უკვე არ ვიცი არაფერი ჩემთვის არის როგორც ხა კონცერტზე როგორც იწვიან ხოლმე გამოწერეთ მეგობრებო ჩემი არხი და ლაიქეთ ეს ვიდეო გააზიარეთ და ნახავთ უფრო და უფრო კარგ ვიდეოებს მომავალში და მომავალში რა თქმა უნდა მე ლაშა გადავიღებ თევზაობას ერთად და ვეცდები რომ სანდირთაც მე როგორ წავიყვანო აბა მომდენო შეხვედრამდე და პირველი ნივთი ეს არის რომელიც ჩამოვიდა გაჩვენებთ ეს არის ჩანთა რომელიც ანუ მეორე გამოვწერე მოკლედ ვიღაცა მაგალითად გამპაიზუხოს დაკეტი ავაკარები დადი ჩადი რო გავა იქა ხო გამოჩდება კამერაში ტუალეტში გადის ვიღაცა აი ესე